ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ვალის მაცხოვრებლებმა სასმელი წყალი სპეციალური მანქანით მიიღეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 4 იანვარს ვალელების პრობლემის მოგორება დროებით ამ გზით გადაწყვიტა. ქალაქ ვალის მოსახლეობა თითქმის 1 კვირაა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ვალეში წყლის მიწოდება ახალ წლამდე 2 დღით ადრე შეწყდა. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. აგერ 1 კვირა არის, მხოლოდ ეს დაგროვებული წყალი თუ წამოვიდა ასე თორე ისე არანაირი არც სასმელი წყალი არ გვაქვს, არც პირადი მოხმარებისთვის არანაირი წყალი არ არსებობს ვალეში. და ერთადერთი საშუალება რაც დარჩენილი არის ის, რომ წავიდეთ სხვა მეზობელ სოფლებში და იქიდან მოვიტანოთ და იქ მოგვიწიოს მთელი საათებით რიგში დგომა, რომ ჩვენ იმდენ რომ მოვიდეს, რომ წყალი წამოვიდეს. ჩვენ მიმართავთ მთავრობას, ჩვენ ვაპირებთ ხელმოწერებით შევაგროვოთ, პეტიცია შევქმნით, ონლაინ პეტიცია, გვინდა 500 ხელმოწერა შევაგროვოთ და მოვთხოვოთ, რომ გამოიძიონ პრობლემა, მიზეზი, რის გამო ხდება ეს და შემდეგ უკვე იმ მიზეზს ვებრძოლოთ ყველა მერტად, რომ აღმოვხვრათ ეს პრობლემა. ძალიან მიტოვებულია ვალე. ხო, მე რა ვიცი, ახლა ვინ უნდა მიაბაროს ხელისუფლება. ავირჩიეთ და როგორ დაუდექით მხარში და უნდა მოვხვდოს, სხვანაირად არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, ადგილობრივები მომსახურების საფასურს სულადობის მიხედვით მაინც იხდიან. ვალელების თქმით, ვის უნდა მოსთხოვენ, პრობლემის მოგვარება არ იციან, რადგან კომპანია და ხელისუფლება მუდმივად ერთმანეთისკენ ამისამართებს. ბოლოხანები უკვე აგვისტოს ცხელი დღეებიდან დაწყებული ძალიან ცხელა ჩვენთან, განსაკუთრებით არა გვაქვს წყალი. მაშინ შრება ამბობენ, ახლა ზამთარში ამბობენ, რომ გაიყინა, არ შედის ბაკებში და ასე შემდეგ. მოკლედ პრობლემები არ ელევათ. და ეს არის ძალიან პრობლემატური მომენტი, როდესაც ახალი წლის დღეებში არ გაქვს წყალი. თვითონ წარმოვიდგინეთ როგორ მდგომარეობაში იქნებით და რეაგირება 0. კი ამბობენ რომ ვთხრით, ვაკეთებთ, თუმცა არ შედეგი არ ჩანს ამ გაკეთების. უბრალოდ ვთხოვთ ყველას რომ მოახდინონ სწრაფი რეაგირება, რომ ამ დღეებში მოვიდეს წყალი. ტაქსით რამდენი ვზიდო მე? მთავრობას უნდა უხადო ის ყოველთვიური გადასახადი წყლის. ხო და რა გავაკეთოთ ახლა? ხო უნდა ისახა, მდინარე გაიყინაო, ხან ადიგენი არ გვაძლევსო, ხან ისაო და ვეღარ გავიგეთ, როდის გვეშველება მაინც რამე. სულ ასეთი პრობლემაა. მით უმეტეს ჩვენი შენობა სტალინის 7, 10 წუთი მოდის, როცა მოდის იმ დღესაც სულ ჩვენ შენობას პრობლემა აქვს. მიხედავს მთავრობა. ახალციხის გამგებლის წარმომადგენელი ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში განმარტავს, რომ პრობლემა ძლიერი ყინვების გამო შეიქმნა. მდინარის წყალი სათავე ნაგებობიდან შემკრებ ჭამდე ვერ აღწევს, საიდანაც შემდეგ მოსახლეობას უნდა გაუნაწილდეს. ელიოს ბარბლიშვილის აზრით, ზამთარ-ზაფხულო არსებული პრობლემიდან გამოსავალი ახალი სისტემის მშენებლობაა. ანუ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოსაგვარებელია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას როგორც ვიცი, უკვე გაზაფხულიდან დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ღონისძიებები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოიხსნას. ვინ უნდა მოაყაროს ეს პრობლემა? კომპანიამ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოპერატორი ეგ არის, იგი ამარაგებს წყალს და პასუხისმგებლობა მისი. ან სერიოზულად მოეწყოს მიმღები, რომ მდინარის კლებამ და მომატებამ არ შეუშალოს ხელი, ან ახლა როგორც თქვეს მაგათ ჭაბურღილებს აპირებენ და ჭაბურღილები თუ მიიღეს წყალი, უკვე პრობლემა მოიხსნება აბსოლუტურად. ვალეში სათავე ნაგებობაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები 30 დეკემბრიდან მუშაობენ, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამ დროისათვის გაყინულია დაახლოებით 2 კილომეტრ-ნახევარის სიგრძის წყალსაცავი. 5 იანვრიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტის ტექნიკის დახმარებით მასშტაბურ სამუშაოებს გეგმავს. დღეს წამოვიდა წყალი ცისტერნებით. ხო, ნუ დღეს მოითხოვეს წყალი, წამოვიდა ჩვენ. დღეს რატომ მოითხოვეს? დღეს აყვირდა ხალხი და იმიტომ მოითხოვეს ზუსტად. ჩვენ ვაკვირდით 45 წუთს წყალს, ხო? ყოველ დღე. ჩვენ მივეცეთ 15 წუთი. ამის შემდეგ რომ შეცოდავდა წყალი, გადავწყვიტეთ რომ მოვიყვანოთ მანქანები და დავამატოთ წყალი, მაგრამ სტიქიურია, გაიყინა ყველაფერი და აქედან გამომდინარე ვეღარ მივაწოდეთ წყალი. გულხელ დაკრეფილი არავინ არ არის, მაგრამ ამ ყინულის გატეხვა, აქ წყლის შეშვება არის ძალიან რთული. შეუშვებ წინ ხდება იმისი ყინულის აწევა და ხდება რომ სიმაღლეში აღარ მიდის მდინარე. აქედან გამომდინარე ხვალ დავიწყეთ მუშაობას პარალელ რეჟიმში. მანქანებით მივაწოდებ წყალს ვალეს და პარალელ რეჟიმში მიმუშავებ. მოვახდენთ ამას და ალბათ ერთ კვირაში ყველაფერი დადგება ნორმაში. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლების თქმით 2017 წელს პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებში ახალი სისტემის მშენებლობა მოხდება. ვალის მოსახლეობა მთის წყლით მომარაგდება. შედეგად ქალაქის სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმით მიიღებს. თუმცა კონკრეტულად რა დროა საჭირო დღეისათვის ვალეში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიას ამაზე პასუხი არ აქვს. სათავე ნაგებობაზე ჩასატარებელი სამუშაოების პარალელურად ვალის მაცხოვრებლებს ხვალ
წყალიდან დამატებით კიდევ 2 მანქანა მოემსახურება. წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სპეციალური მანქანები ვალეში მანამდე ივლის, სანამ მოსახლეობას წყლის მიწოდება არ აღუდგება.